გასული 10 დღე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა შავი ზღვისპირეთისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ 5-დან 13 აპრილის პერიოდში ბათუმმა გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პოკერის ტურნირს EAPT ბათუმი 20-25 სუმას პინძლა. ტურნირმა რეგიონში მთელი მსოფლიოდან ათასობით ვიზიტორი მოიზიდა და არატურისტულ სეზონზე მაღალმსყიდველუნარიანი მოგზაურობის ნაკადიც უზრუნველყო. უფრო ცლად პოკერის საერთაშორისო ტურნირისა და მისი მონაგარის შესახებ კი ამბობთ ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული სიუჟეტია. ხუთიდან 13 აპრილის ჩათვლით ბათუმმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პოკერის საერთაშორისო ტურნირს EAPT ბათუმი 2025 სუმას პინძლა, რომლის საპრიზო ფონდმა $1.5 მილიონ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირია, რომელიც Eclipse Poker Club-ის ორგანიზებით ჩატარდა და მსოფლიოს 30 ქვეყნიდან არა მხოლოდ პოკერის პროფესიონალები და მოყვარულები მოიზიდა, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბათუმის როგორც ტურისტული და საერთაშორისო ბიზნეს ჰაბის პოპულარიზაციას. საქართველოში არა, თუმცა ბათუმში პირველად ვარ, ძალიან ბევრ ტურნირზე მითამაშია და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხით ჩატარდა, ზუსტად ისე, როგორც ამოვლენა შეესაბამება. ორგანიზატორებმა ნამდვილად ბრწყინვალედ შეასრულეს თავისი მისია. მე აგვისტოდან ჩამოვედი. საქართველოში პირველად ვარ და მინდა გითხრათ, რომ აქ მიღებული პირველივე შთაბეჭდილებები არაჩვეულებრივია. პოკერს 2 წელზე მეტია ვთამაშობ და ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. მე ესპანეთიდან ვარ და მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვედი. შარშანაც ვიყავი და ძალიან მომეწონა. წელს უკვე main event-ით ვითამაშე. ძალიან მომწონს აქაურობა. მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნით და იმ ტურნირით, რომლის ფარგლებშიც main event-შიც მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილი უბრუნდები იაპონიაში და დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ დავბრუნდები. ორგანიზატორების თქმით, პოკერის ამ დონისა და მასშტაბის ტურნირები ქმნის შესაძლებლობას აჭარის რეგიონისთვის. დაიმკვიდროს თავი არა მხოლოდ როგორც ზაფხულის სეზონურმა კურორტმა, არამედ წლის განმავლობაში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ცენტრად იქცეს. ტურნირში მინიმუმ 2000 ადამიანი მონაწილეობდა. თანმხლები პირების ჩათვლით კი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობამ 10-15 დღის განმავლობაში 5000 მიაღწია. მათი ხარჯები კი, როგორც სასტუმროებში, რესტორნებსა თუ მომსახურების სექტორში მთლიანად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნის. აი ამ ყველაფერს რაც მოაქვს, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, იმიტომ რომ სასტუმრო რესტორნები ფაქტიურად არის გადატვირთული აი ამ პერიოდში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გამოთვლებით ფისკალური ეფექტი აი ამ 10 დღიან ესე იგი ღონისძიებას და აი ამ ყველაფერს სადღაც ჩვენი გამოთვლებით $1 მილიონ შევა ბიუჯეტში. აი იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც გვეწვია ბათუმში და აქვე აღნიშნა, რომ ისინი არიან ძალიან მაღალ ბიუჯეტიანი და კარგად მხარჯველი ვიზიტორები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ისეთი ქალაქისთვის, როგორც ბათუმია, სადაც ტურისტული სეზონი სულ რამდენიმე თვე გრძელდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბათუმში ისევ გავმართეთ ეს გრანდიოზული ღონისძიება EAPT პოკერ ტურთან ერთად, რომლებიც სექტემბერში ჩვენი სტუმრები იყვნენ. ჩვენთვის ამ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ წინასთან შედარებით ყოველ მომდევნო ტურნირზე სულ უფრო მეტი სტუმარი მოდის. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ღონისძიება ასეთი პოპულარული გახდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თამასა შევინარჩუნოთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. როგორც EAPT ბათუმი 2025-ის მესვეურები განმარტავენ, ტურნირი თავისი შინაარსობრივი და მიზნობრივი მახასიათებლით 3 მთავარ გამოწვევას პასუხობს. მათ შორისაა ახალი ტურისტული ნაკადების შექმნა და მათი გაფართოება, არასეზონურ პერიოდში ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნა და ეკონომიკის სტიმულირება, ასევე ქვეყნის გლობალური მასშტაბით წარმოჩენა. ამ ფაქტორების ერთობლიობა კი ვიზიტორების მიღმა, პოტენციური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.